მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია მენტალური არითმეტიკის პროგრამა უსიმას საქართველოს წარმომადგენელი ქალბატონი ნანა მაღრაძე. მოგესალმებით ნანა და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ურმესი მადლობა თქვენ ქალბატონო მარინა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო სათაური გაქვთ და ზოგადად არითმეტიკა და მათემატიკა არის ამ სამყაროს მე მგონი აზროვნების საფუძველი, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია ლოგიკური აზროვნება, იგივე ზოგადად ადამიანმა შეიმეცნოს რამე, მას ძალიან ჭირდება არითმეტიკა, მათემატიკა, ზოგადად საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. მით უმეტეს აქ არის ასევე მენტალური, იქნებ განმარტოთ რა არის ეს, რას ნიშნავს და იგივე უსიმას საქართველო რას აკეთებს. როდიდან დაიწყო და ასე შემდეგ, ასე რომ მე მგონია რომ ჩვენმა ტელემაყურებელმა ბევრმა არ იცის ამის შესახებ და კეთილი. უსიმა საქართველო წარმოადგენს საერთაშორისო მენტალური არითმეტიკის პროგრამას საქართველოში. თვითონ უსიმას რომ განსაზღვროთ ეს ტერმინი რას ნიშნავს ეს აბრევიატურა, ეს გახლავთ Universal Mental Arithmetic System, რომელიც დაფუძნებულია მენტალური გაანგარიშებებზე, აბაკუსის სისტემაზე. აბაკუსი არის ერთგვარი საანგარიშო, რომლის გამოყენებითაც მოზარდები 4-დან 14 წლამდე ბავშვები და მოზარდები ითვისებენ ამ პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს მენტალურ კოგნიტური უნარების განვითარებას ამ ასაკის ბავშვებში და მოზარდებში. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ჯერ ორი სიტყვით რომ გითხრათ თვითონ ისტორიის შესახებ ამ პროგრამის. პროგრამა დაფუძნებულია 1993 წელს მალაიზიაში პროფესორ დინო ვონგის მიერ და შემდეგ ძალიან დიდი პოპულარობა მოიხვეჭა და გავრცელებულია დაინერგა დღესდღეობით 85 ქვეყანაზე მეტ ადგილას არის წარმოდგენილი, მათ შორის ჩვენთან საქართველოშიც. საქართველოში ეს პროგრამა შემოიტანა ქალბატონმა საჰარ ჰარბმა, რომელიც ოფიციალური ფრანჩაიზის მფლობელია და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ბავშვებსაც საქართველოში აქვთ შესაძლებლობა ხელმისაწვდომი იყოს ეს პროგრამა მათთვის, რადგანაც ძალიან კარგი პროგრამაა მათი წარმატებისთვის ამომავლოდ, რადგანაც წარმატებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს აყალიბებს და ეს არის ერთადერთი მენტალური არითმეტიკის პროგრამა, რომელიც არის მეცნიერულად დასაბუთებული და დამტკიცებული, რომ ეს პროგრამა ხელს უწყობს მთლიანად ტვინის განვითარებას, ანუ გონებრივი უნარების განვითარებას, გაუმჯობესებას და ასე შემდეგ. შესაბამისად, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პროგრამა არ არის ფორმალური განათლების შემადგენელი ნაწილი, ეს არის არაფორმალური განათლების შემადგენელი ნაწილი, თუმცა ძალიან უწყობს ხელს ჩვეულებრივ აკადემიური დისციპლინების ათვისებას სკოლაში. ეს არის 1-2 სიტყვით შემიძლია გითხრათ. ძალიან საინტერესოა და მართლა ძალიან ესეთი მომხიბვლელ აჭყერს. მე მაინტერესებს კონკრეტულად, აი თქვენ 4-დან 14 წლამდე ახსენეთ და აი ამ დროს ხდება ადამიანის ჩამოყალიბება, ხო პირველი 6 წელი თუ პიროვნული, მერე სწორედ 6-დან 12 წლამდე გარკვეული ტიპის თქოთ კომპეტენცია და ბევრი ისეთი ყალიბდება, თვისება პიროვნული, რომელიც მერე მთელი ცხოვრება ადამიანს მიყვება. და 14 წელი უკვე გარდატეხის ასაკია. როგორ რა პრინციპით იღებთ ბავშვებს, რაიმე ფილტრი გაქვთ თუ არა, ყველა შეუძლია მოვიდეს და შემდგომში უკვე კონკრეტულად რა უნარებს ან ვითარებს ერთი და მეორე რა მეთოდებით შეგვიძლია მე ჩავშალოთ საუბრის დროს. კეთილი, ჩვენ ბავშვებს ვიღებთ, როგორც აღვნიშნე, 4 წლიდან და დიფერენციაცია არის ესე 4-5 წლის ასაკის ბავშვები არის ცალკე ჯგუფად, რადგან აი ამ ასაკში ვეხმარებით ციფრების ცნობა, წერა შეისწავლონ, რაც შემდეგ უკვე ამზადებს 6 წლის ასაკიდან ვიწყებთ უკვე
გაანგარიშებებს, როგორც ვთქვი, აბაკუსის მეშვეობით. ხა რა არის ეს აბაკუსი? ეს არის ჩვეულებრივი საანგარიშო, უბრალოდ ჩვეულებრივი არ არის, ჩვენი განაცნობის საანგარიშოსაგან განსხვავებულია და ამ საანგარიშოზე იწყებენ ბავშვები გამოთვლების კეთებას, არითმეტიკული გაანგარიშების კეთებას თითების ჩართულობით. ალბათ თქვენს ქალბატონო მარინა ჩვენს მაყურებელსაც ნანახი აქვს თუნდაც სოციალურ ქსელში თითების მოძრაობით ბავშვები წამებში აკეთებენ, ასრულებენ არითმეტიკულ მათემატიკურ გაანგარიშებებს, უმატებენ ერთმანეთს, აკლებენ, ყოფენ და ამრავლებენ ორნიშნა, სამნიშნა, ოთხნიშნა რიცხვებს და ამას წამებში ასრულებენ. ზუსტად ეს არის ის უნიკალურობა, რის საშუალებასაც იუსიმასი აძლევს ბავშვებს და მოზარდებს, რომ გაანგარიშებები გააკეთონ სწრაფად, ანუ რას ნიშნავს ეს? იაზროვნონ სწრაფად. ჩვენ სათაურში არის მენტალური არითმეტიკა ფიგურირებს, თუმცა არა ვართ მაინც და მაინც ფოკუსირებული არითმეტიკასა და მათემატიკაზე. ეს არის, როგორც ვთქვი, გონებრივი განვითარების ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც მთლიანად ტვინს ავითარებს და რატომ 14 წლის ასაკში, როგორც თქვით, ამ პერიოდში ყველაზე ინტენსიურად მიმდინარეობს ტვინის ფორმირება, ჩამოყალიბება. რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრეული ასაკიდან დავიწყებთ ბავშვის გონებრივ განვითარებაზე ზრუნვას, უმჯობესია, თუნდაც ეს ფეხმძიმობის პერიოდიდან ხდება ბავშვების გონებრივი უნარების განვითარების ხელშეწყობა. ეს არის მუსიკა თუ ასე შემდეგ. თუმცა აი 4 წლიდან 14 წლამდე პიკს აღწევს ადამიანის ტვინის ჩამოყალიბება და შესაბამისად ჩვენი პროგრამაც ეს უნიკალური მეთოდი აი ამ პერიოდში აძლევს ბავშვებს საშუალებას, რომ მაქსიმუმს მიაღწიონ, რაც ოღონდ რა თქმა უნდა ეს არის დამოკიდებული მათ მონდომებაზე, მუდმივ ვარჯიშზე, ტრენინგზე, თვითდისციპლინაზე და ასე შემდეგ. ამ პერიოდში როგორც ხდება ვახსენეთ თითების მოძრაობები, აბაკუსზე თავდაპირველად იწყებენ აბაკუსზე თითები, თითოეულ თითს აქვს თავისი ფუნქცია და როგორც ვიცით, ასევე თითოეული თქვენი თითი დაკავშირებულია ტვინის შესაბამის უბანთან. წერა თითი პრეფრონტალურ ტვინის ნაწილთან, საჩვენებელი თითი პოსტფრონტალურთან, შუა თითი შესაბამისი მოკლედ უბნები აქვს, ხა ძალიან ის მეცნიერო ტერმინოლოგიაში რომ ყველაზე დიდი აქვს სწორედ წერა თითს. წერა თითს ეს არის ადამიანური ქცევის განსაზღვრელი ერთ-ერთი ფიზიკურად, რომ აი ეს შეუძლია აღება ცხოველებიდან მარტო მაიმუნს. ეს მეც არავის არ აქვს და მართლაც თავის ტვინშერი უზარმაზარი ადგილი აქვს წერათიც და აი ამ მოჭიდების გეთანხმებით. სწორედ ამიტომ აქვს მნიშვნელობა თითებით ვარჯიშს, მხოლოდ აი რაღაც გარკვეული პერიოდის მანძილზე აბაკუსს უკვე წარმოიდგენენ ბავშვები. გონებრივად აკეთებენ, უკვე მენტალურად აკეთებენ გაანგარიშებებს და თითების შემდეგ უკვე ცოტა მოგვიანებით თითებსაც შეუძლიათ, ანუ გააჩერონ ეს გამოიანგარიშონ და თითებით, ან მხოლოდ გონებრივად მოხდეს მენტალურად გაანგარიშის შესრულება. რაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს პროგრამას, ზუსტად ეს არის, რომ თავიდან დაიწყო 2 თითის გამოყენებით, შემდეგ გადავიდა 4 თითზე იუსიმასის პროგრამა და ახლა უკვე გამოვიყენებთ 6 თითს. შესაბამისად, ტვინის შესაბამისი უბნები აქტიურდება თანაბრად და უმნიშვნელოვანესია აღნიშნოთ ის, რომ ეს პროგრამა ტვინის ორივე ნახევარსფეროს თანაბრად ავითარებს. ალბათ დაგაინტერესებთ, როგორ მიმდინარეობს ჩვენი გაკვეთილები, რა სისტემით არის აგებული და რა სავარჯიშოების ასრულებენ ბავშვები გაკვეთილების დროს. ეს არის, აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ეგრეთ წოდებული ვაკის პროგრამა, ან ვაკის მოდული, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფსიქოლოგიის, ნეირომეცნიერების განვითარებამ მოიტანა ის, რომ ძალიან მნიშვნელოვან რგოლად და მექანიზმად ითვლება მულტისენსორული სწავლება და ჩვენ ზუსტად გამოვიყენებთ ამ მოდელს. რაც ნიშნავს ვიზუალურ, აუდიო და კინესთეტიკური მოდელით, რაც ზუსტად ესე იშიფრება ვაკი. დიახ, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი ამ თითები ზუსტად ის
კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ეს ძალიან ხშირად ვიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს თითებით ზოგს უცნაურად ეჩვენება, რომ აი ეს თითებს რატო ამოძრავენ ბავშვები ესე გათვლების დროს, ეს არის ჩვევა, რომლის საშუალებითაც ზუსტად ვარჯიშობს ტვინი და ვითარდება გონება და შორის აი სწორედ მიკრომოტორიკა რა ძალიან მნიშვნელოვანია აზროვნებისთვის არის ჩვენ როგორ ხმარობთ ჩვენ თითებს და ხელს ახლა მე წეღან ეს ტაცება და ჩაჭიდება ვახსენე მაგრამ ზოგადად აი თუ ახლა თქვენ ახალგაზრდა ხართ მაგრამ ალბათ აი ბევრმა იცის დედებმა მასწავლებლებმა რომ 5-6 წლის ბავშვს არ შეუძლია ღილები შეიკრას, არ შეუძლია ზონარი შეიკრას ფეხსაცმელის. ანუ პირველ-მეორე კლასელ ბავშვს და ეს რა თქმა უნდა ბევრ რამეზე მოქმედებს, იმიტომ რომ თითქოს მე მეჩქარება და შემიძლია ყველაფერი ეს გაუკეთო მას, მაგრამ მას იმუნარებს რაც მიკრომოტორიკის განვითარება პირდაპირ დაკავშირებული აზროვნებ-სააზროვნო პროცესებთან. ამაში ხელს უშლის. ამიტომ პირიქით ეგ ძალიან საინტერესოა, როდესაც თქვენ თითებზე ლაპარაკობთ და ალბათ თითოეულ თითს რაღაცა მნიშვნელობა აქვს არითმეტიკული, თუ აი რას გულისხმობთ ამაში, ათეული, ერთეული, ასეული, ამას თუ რაიმე სხვა. ეს არის ათეული და ერთეული და განსხვავებული სისტემა არის ეს აბაკუსზე. განსხვავებული წყობა აქვს ჩვეულებრივი საანგარიშოსგან, რაც ჩვენთვის ცნობილია. ეს საანგარიშოა ჩვეულებრივი, როგორცაც ჩვენი წინაპრები ხმარობდნენ. ცოტა განსხვავებულია. ეს სისტემა არის განსხვავებული, ათეულების, ერთეულების, ათეულების, ასეულების და ათასეულების განლაგება არის სხვანაირი, ორად არის გაყოფილი, ოღონდ ჰორიზონტალურად აბაკუსი და თითებს აქვს ის ფუნქცია, რომ ბავშვებმა უნდა მიმატება უნდა შეასრულონ ერთი თითით, გამოკლება მეორე თითით და აი ამის მეშვეობით კი ვარჯიშობენ და თითები მუდმივად ავარჯიშებენ აი ამ თითებს. შესაბამისად, როგორც ვთქვით, ცერათითი ტვინის პრეფრონტალურ უბანთან არის დაკავშირებული, საჩვენებელი თითი, გადაწყვეტილების, ორგანიზების, მენეჯერული, ლიდერული თვისებების ჩამოყალიბებაზე აგებს ეს ტვინის ეს ნაწილი პასუხს. საჩვენებელი თითი არის პოსტფრონტალური ნაწილზე პასუხები კავშირში, რომელიც ასევე ინფორმაციის გადამუშავებასთან არის დაკავშირებული, აზროვნებასთან, ასევე შუა თითი არის თხემის ნაწილთან დაკავშირებული, რაც პასუხს აგებს ხედველობითი და სივრცითი აღქმის ნაწილზე. არათითი პასუხს აგებს აუდიო უნარებზე და ნეკათითი ვიზუალურ უნარებზე. ანუ ტვინის დაკავშირებულია ტვინის იმ უბანთან, რომელიც პასუხისმგებელია ვიზუალურ უნარებზე. და სწორედ აი ეს მიდგომა აი ამ თითების ჩართულობით არის განსაზღვრული იმიტომ, რომ როგორც ნებისმიერ დასწრული ადამიანი ბავშვსაც აქვს აი ეს უნარები მეტნაკლებად განვითარებული, ხომ? ზოგი შემეცნებისთვის, ზოგისთვის უფრო აქტუალურია ვიზუალური მხარე, დაუშვათ ნახატების, ვიდეო რგოლების, სხვა ვიზუალური გამოსახვითი საშუალებებით უფრო ადვილად იმახსოვრებს და სწავლობს, ზოგი აუდიოს მეშვეობით, სმენით და ასე შემდეგ, ზოგი შეხებით, მოძრაობით და ზოგადად აი ეს ყველა ფუნქცია, ყველა მიმართულება არის გაერთიანებული ამ პროგრამაში, რომ თანაბრად განვითარდეს და შემდეგ ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა თავისი თანდაყოლილი უნარები გააუმჯობესოს, გააძლიეროს და შესაბამისად რაც შემდგომი წარმატების საფუძველია. შორის ადამიანი იბადება მაგ უნარებით, რა თქმა უნდა. თუ თქვა შეშემო პირი არ არის, იმას სხვა უნარები აქვს განვითარებული და ზუსტად რომელიღაც არის ხოლმე წამყვანი ჩვენს ცხოვრებაში, ისედაც ან აუდიალური, ან ვიზუალური, ან კინესთეტიკური და ეს პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხს ზოგ შემთხვევაში და ამის სწორად გამოყენება.
ძალიან საინტერესოა თქვენი ეგ მიდგომა და აი თქვენ თქვით რომ ყველაფრის განვითარებას უწყობს ხელს, ხო? ვიზუალური, აუდიალური, კინესთეტიკური და 32 წელია არსებობს ეს პროგრამა, როგორც მე დავთვალე თქვენ რაც ბრძანეთ 93 წლიდან და შესაბამისად 32 წელი არც ძალიან ბევრი დრო ახლა რო ვთქვათ რომ პირდაპირ long term კვლევები ჩატარებულიყო, მაგრამ არც ცოტა არის. იმიტომ რომ 32 წელიწადში ძალიან რაღაცა თაობები მოდიან ახალ-ახალი, რომელიც 4-დან 14 წლამდე არიან და ნუ ვთქვათ პირობითად ის ზოგიერთი უკვე შეიძლება 50 წლის არის ან 45-ის, რომელიც თავის დროზე დაიწყო. რას ხედავთ ამ მის შედეგად, ამ თქვენი პროგრამის შედეგად და რა არის ისეთი, რაც რატომ უნდა მოიყვანონ თქვენთან ბავშვი? ხო, აი რატო თქვენთან და არა თქვა სხვა რამეზე? თუმცა ახლა სხვა რამეზეც არავინ არ უშლის წაყვანას, მაგრამ მაინც აი ეს მინდა თუ გაქვთ რაიმე კვლევები და დაკვირვება ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ცოტა შორიდან დავიწყებ, საერთოდ რა დაედო საფუძვლად ამ პროგრამის მეცნიერულ კვლევას. ერთ-ერთმა კანადელმა პროფესორმა კანადაში შეაჩინა მოსწავლე, რომელიც ძალიან სწრაფად უმატებდა და აკლებდა ანგარიშობდა ზეპირად წარმოუდგენელად ასე ვთქვათ მოკლე დროში მრავალ ნიშნა რიცხვებს უმატებდა და აკლებდა და მან გადაწყვიტა გაერკვიათ რა იყო ამის მიზეზი. ეს იყო უსიმასის მოსწავლე ეს ბავშვი და ჩაატარეს ესეთი ექსპერიმენტი. ბავშვს მისცეს რამდენიმე, ანუ კარნახობდნენ რომ მიემატებინა ერთმანეთისთვის გარკვეული რამდენიმე მრავალნიშნა რიცხვები და ამავდროულად იქვე კეწლავდნენ ბურთს. და ბავშვმა, როდესაც ექსპერიმენტის დასრულების დროს მოხდა ისე, რომ მიმატება ეს არითმეტიკული განგარიშება შეასრულა ზუსტად, მიიღო ზუსტი ციფრი, რაც უნდა მიიღო და ამავდროულად ზუსტად დაითვალა რამდენჯერ აკენწლეს ბურთი. და ეს დაედო საფუძვლად იმას, რომ ძალიან დაინტერესდნენ, იმიტომ რომ არანაირ განსაკუთრებულ მათემატიკურ ნიჭს ჩვენს პროგრამაში მოსახვედრად ჩვენ არ ვითხოვთ, ანუ არ მოითხოვება არავის, უბრალოდ ეს პროგრამა არის მართლაც ძალიან ესეთ twins განმავითარებელი პროგრამა დაიწყეს ჰარვარდის უნივერსიტეტმა, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად შეასრულეს დაიწყეს კვლევა და ამ პროგრამას იკვლევდნენ 4 წლის განმავლობაში. რატომ 4 წელი? იმიტომ რომ ეს არის სრული დრო ჩვენი პროგრამის ხანგრძლივობის. და კვლევის ფორმამ შემდგომარეობდა შემდეგში, რომ გააკეთეს 2 ჯგუფი, შეკრიბეს მოსწავლეები 2 ჯგუფად დაყვეს. ერთი ჯგუფი 4 წლის განმავლობაში დამატებით პროგრამად მისდევდა მათემატიკას სწავლობდნენ გაძლიერებით და მეორე ჯგუფი სწავლობდა უსიმასის, დაკავებული იყო უსიმასის პროგრამით და სავარჯიშოებს აკეთებდა ამ პროგრამისას. აღმოჩნდა კვლევის დასრულების შემდეგ, რომ უსიმასის პროგრამის ჯგუფის წევრებს IQ ჰქონდათ გაცილებით მაღალი, ვიდრე მათემატიკის ჯგუფის წევრებს. და ეს როგორც თავში აღნიშნე, ჩვენ ვართ ერთადერთი მენტალური არითმეტიკის პროგრამა, რომლის შედეგიანობასაც, ეფექტიანობასაც ადასტურებს მეცნიერული კვლევა ისეთი უნივერსიტეტების მიერ განხორციელებული, როგორც არის ჰარვარდი, სტენფორდი, აღიარებულია ასევე სან-დიეგოს, კალიფორნიის უნივერსიტეტების მიერ. საინტერესო რამეს ამბობთ, იმიტომ რომ რეალურად მაღალი ინტელექტი ნიშნავს უფრო კარგად გამოიყენოს არსებული ინფორმაცია, ხო? იმიტომ რომ ინფორმაცია შეიძლება კონდეს ბევრ ადამიანს, მაგრამ მაგალითად ყველა ფორმულა იცოდეს მათემატიკის ან ფიზიკის, მაგრამ ამოცანის ამოხსნის უნარი არ კონდეს. ეს სხვა უნარჩვევებია და აი როგორც ჩანს თქვენი ნათქვამით დასკვნა გამოვიტანა, რომ აი ზუსტად გამოყენების უნარჩვევებს ასწავლით ამ ბავშვებს. ეს არ არის, რა თქმა უნდა, კლასიკური გაგებით არითმეტიკა და მათემატიკა, თუმცა მაგ არის არითმეტიკა. არითმეტიკა მაინც არის მათემატიკის შემადგენელი ნაწილი და არის სწორედ ანგარიში. და
შეიძლება ეხლა ვიღაცამ თქვას, რომ მე კალკულატორი მაქვს, რა შემჭირდება ვიანგარიშო ახლა ეს სწრაფად, თავარია მე რას უზამ ამ მიღებულ ციფრებს თუ რიცხვებს და შესაბამისად აი ეს ამ უნარების გამომუშავება თქვათ აქ რამდენად უწყობს ხელს მე იგივე თქვათ ზოგადი განათლების მიღებაში ეს ბავშვები როგორ სწავლობენ აი იგივე ჩვენთან აქ რო შემოყავთ ბავშვები მე მაინტერესებს თქვენი როგორ უნდა მოგაგნოთ ადამიანმა რა პირობები გაქვთ და ასე შემდეგ მაგრამ პირველ რიგში აი რა ხდება მარტო შეკრება გამოკლება შეიძლება იყოს ვიღაცისთვის მომხიბვლელი მაგრამ ზუსტად ეს ლეგიტიმური კითხვა დასვას და მე რა რომ ვკრიბავ და ვაკლებ ან ყოფ წამებში ეს არის რაღაცა გარკვეული ტიპის დატვირთვა თავის ტვინზე რომელიც ახლა საჭიროა თუ არა კიდე ცალკე კითხვა მაგრამ აი რაში მადგება კიდევ გარდა ამის ეს ძალიან საინტერესოა დიახ, თქვენ ახსენეთ არითმეტიკური განგარიშებები, რა თქმა უნდა, ჩვენ მე ვთქვი, რომ ჩვენ არა ვართ ფოკუსირებული მაინც მათემატიკის არითმეტიკის სწავლებაზე, უბრალოდ ტვინისთვის ძალიან კარგი სავარჯიშოა ანგარიში და ჩვენ ანგარიშს ვიყენებთ ერთ-ერთ ინსტრუმენტად, რომ ტვინმა ივარჯიშოს. და მნიშვნელოვანი რატომაც არის ეს პროგრამა, სწორედ იმიტომ, რომ მოზარდებში განვითარდეს კოგნიტური უნარჩვევები და იზრდება ყურადღების უნარი, დაკვირვების, კონცენტრაციის, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობა, კრეატიული აზროვნება. სწორედ რაც იყო იდეა საქართველოში ამ პროგრამის შემოტანის ქალბატონმა საჰარმა რატომ განახორციელა ეს პროგრამა იმიტომ რომ ჩვენ კარგად იცით უნდა ვაღიაროთ ხომ რომ ჩვენს მოსწავლეებს აქვთ ჰქონდათ გარკვეული გამოწვევები ყურადღებასთან, კონცენტრაციასთან დაკავშირებით სკოლაში, ასევე კონკურსების და შეჯიბრების დროს თვითდაჯერებულობის და თვითრწმენისთან დაკავშირებით. და ეს პროგრამა ამაშიც უწყობს ხელს, რადგანაც ის ავითარებს მუდმივად წვრთნაში აგონება, ვარჯიშობს, შესაძლებლობებს გრძნობენ ბავშვები, ეს ეხმარება სკოლის სხვა დისციპლინების უკეთ ათვისებაში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გონებრივი შესაძლებლობა, როდესაც უმჯობესდება, როდესაც რაღაც დავალებაზე ფოკუსირების უნარი ხანგრძლივდება, უფრო მეტად აქტიურია ბავშვი, დეტალებს უკეთესად ამჩნევს, ყურადღება უფრო გამახვილებული აქვს, ცხადია ეს სხვა საგნების ათვისებაში ძალიან უწყობს ხელს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რადგან წარმატება სწორედ აი ამ თვისებებზეა დამოკიდებული შემდგომში. არ არის აუცილებელი რაღაც. ჩვენ გვინახავს ძალიან ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც ძალიან ცუდად დაუმთავრებია, ხომ, თავისი ცხოვრება. გამოყენებაზეა, შესაძლებლობების გამოყენებაზე, დისციპლინაზე, რომელსაც ასევე უვითარებს ეს პროგრამა ბავშვს, რადგანაც ჩვენი ასე ვთქვათ, სასწავლო პერიოდი რამდენიმე დონეს მოიცავს. სრული კურსი არის 4 წლამდე, მაგრამ დაყოფილია გარკვეულ დონეებად და ეტაპობრივად ბავშვი ერთი დონის დასრულების შემდეგ გადადის უფრო მაღალ დონეზე. შეუძლია სხვადასხვა დონის დამადასტურებელ საერთაშორისო გამოცდაშიც მონაწილეობა მიიღოს. აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტორი, რომ ჩვენ გაკვეთილების მიმდინარეობისას პროგრამის დროს არ ვაჯიბრებთ ბავშვებს ერთმანეთს. აუცილებლად იქ საკუთარ შესდეგს, საკუთარ მიღწევას აუმჯობესებს და ცდილობს, რომ საკუთარ თავს შეეჯიბროს პირველ რიგში და როგორ ვახერხებთ ამას. აი მაგალითს მოვიყვან ერთ-ერთი სავარჯიშო არის ასეთი სწრაფი წერა ქვია, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს გარკვეული თანმიმდევრობით რიცხვებს უწერს და ეს რიცხვები, რამდენიმე დავუშვათ 9-10 რიგში უნდა გადაიტანოს და რამდენიმე მწკრივად უნდა ჩამოწეროს, რაც შეიძლება მეტი დავუშვათ 1 წუთის განმავლობაში. ვინც უფრო მეტს დაწერს, ანუ იქნება შედეგი, რაც უფრო მეტი მწკრივი იქნება, ოღონდ ზუსტად უნდა გაიმეოროს ეს რიცხვები.
მაგრამ რამდენი 9 დაუშვათ ერთ წუთში დაუშვათ არ გარკვეულ მასწავლებლის მიერ მოცემულ დროში, რაც უფრო მეტ მწკრივ ჩამოწერს იმ რიცხვებისგან შემდგარს. თანმიმდევრობა უცვლელია, დიახ, და შემდეგ უკვე ყოველ ახალ ჯერზე მოსწავლემ უნდა ეცადოს, რომ გააუმჯობესოს და უფრო მეტი მწკრივი ჩამოწეროს ამ რიცხვების. ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი, მხოლოდ ეს არ არის, იქ არის ძალიან ბევრი სახალისო და საინტერესო სავარჯიშო ბავშვებისთვის არის ძალიან სასიამოვნო მოკლედ ამ გაკვეთილებზე დასწრება და ეს ასე ვთქვათ სტრუქტურა, თვითონ გაკვეთილის სტრუქტურა, სავარჯიშოებიც არის სპეციალური თანმიმდევრობით. ანუ როგორც არის ყურადღების გამავახვილებელი, ვიზუალური მეხსიერების განმავითარებელი, აუდიო მეხსიერების განმავითარებელი არის ჩართული, თითების როგორც თქვით არის მუსიკა და სხვადასხვა ძალიან ბევრი ტიპის სავარჯიშო, რომელიც როგორც სასარგებლოა, ასევე არის ძალიან სახალისო და არ ბეზრდებათ ბავშვებს, ძალიან უყვართ და დადიან ჩვენთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვარჯიში ჩვენი პროგრამასთან ერთად იყოს ხანგრძლივი, ბავშვებს სახლშიც აქვთ დავალებები შესასრულებლად, რადგან აი მუდმივად, ასე ვთქვათ, twin იყოს მუდმივი ვარჯიშის რეჟიმში. და შესაბამისად, აი კურსის დასრულების შემდეგ მე პირადად აი უკვე შედეგი, მიღწეული შედეგი სახეზე გვაქვს. აი როგორ ვაკვირდებით, როგორ უჭირდათ თავიდან სულ პატარა სავარჯიშოზე დიდი ხნით კონცენტრირება და შემდეგ აი ამ ვარჯიშთან ერთად, გაკვეთილებთან ერთად როგორ იზრდება ეს კონცენტრაციის უნარი და ძალიან ხშირად მშობლებისგან უკვე კავშირი გვაქვს ძალიან პოზიტიური და დადებითი, მადლობებით მოგმართავენ, რადგანაც ეს პროგრამა აშკარად ეხმარება სკოლის სხვა საგნებთან გამკლავებაში, ასე ვთქვათ, ათვისებაში. თქვენ ძანეთ რომ 4 წელი, ანუ ნებისმიერ ასაკში 4 წელზეა ლაპარაკი, 14 წლის ბავშვი მოზარდი შემოვა 10 წლის თუ 5 წლის, 4 წელია მისთვის გასავლელი. დიახ, ეტაპები არის თითოეული დონე, არის 3 მოდული. სრული კურსი შედგება 3 მოდულისგან. თითოეული მოდული შედგება გარკვეული დონეებისგან. აი ამის ეს დონე, თითოეული დონე და 4 თვიანი დონეა, თუმცა რა თქმა უნდა ბავშვის შესაძლებლობები ინდივიდუალურია და ზოგი შესაძლოა უფრო მეტი, ზოგმა შესაძლოა უფრო მეტი დრო მოანდომოს ერთი დონის გავლას, თუმცა ძირითადად დიახ არის რომ ჩამოგითვალოთ არის აბაზისო, შემდეგ არის ელემენტარული, შემდეგ არის საშუალო დონე, მაღალი დონე, მასტერი და გრანდმასტერი და ასე ამ ესეთ დონეებად არის ჩაშლილი ჩვენი პროგრამა. ანუ თავიდან, როდესაც მოდის ადამიანი თქვენთან ნებისმიერ ასაკში ბავშვი თუ მოზარდი, მის სულ ერთია ხო რა განვითარების არის თუ რა როგორ სწავლობს ან როგორ არ სწავლობს ძალიან კარგი რამე შენიშნეთ თქვენ მნიშვნელოვანი რაც არა მარტო მათი პრობლემა ზოგადად ამდენმა სხვა ინფორმაციამ რაც მოდის და პლანშეტებმა და ბევრმა სხვა პრობლემამ ყურადღების სრული დაშლა და დაფანტვა გამოიწვია ერთ აი ამ სკროლვამ აი ახეთ ეს მუდმივი სკროლვის ქვეშ ყოფის საზოგადოება ვერ ახერხებს თუნდაც რამოდენიმე წუთი ერთ ინფორმაციაზე გაჩერდეს და ეს უკვე მარტო მაგათ არ აქვს ეს არის ზოგადად ჩვენი პრობლემა და თითქოს მოისმინე და უკვე გაიგე და შეგიძლია ან არ გაიგე არც მაგრამ რაღაცა გრჩება სულ რაღაცა გრჩება და ეს რაღაცათი იქნება მე აი ეს ქაოსი რაშიც ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი უნარი არის ყურადღება. ანუ რაღაცნაირ ფოკუსირების მოხდენა გარკვეულ მოქმედებაზე თუ გარკვეულ საგანზე თუ ობიექტზე, იმიტომ რომ ამის გარეშე შეუძლებელია ზოგჯერ ლოგიკური აზროვნება, შეუძლებელია ცნებითი აზროვნება, თქვათ იგივე მსჯელობა ყურადღების გარეშე და აი ეს თქვენ როდესაც ბრძანეთ ყურადღებაში რა თქმა უნდა იღებს მონაწილეობას როგორც ხედველობა ისე სმენა მაგრამ ამაში თუ კინესთეტიკაც მიიღებს მონაწილეობას კიდევ უფრო კარგი იქნება და აი თქვენ ეს მოდულებზე რო ბრძანეთ თქვათ პირველი დონე რო დაამთავროს ადამიანმა შეგვიძლია თქვათ რა უნარჩვევები აქვს მას ნუ აი თქვათ 1 წლის მერე რითი არის გაუმჯობესებული
საშუალოდ ახლა რა თქმა უნდა თქვენ სწორად შენიშნეთ რომ ინდივიდუალურია და შეუძლებელია ხა ესე ვილაპარაკოთ რომ პირობითად ყველას ვერ გავაერთმნიშნელიანებთ, მაგრამ საშუალოდ შემოსული ადამიანი რამდენი ამ პროცენტულად რო თქვათ, ან რაიმე თქვათ სხვა მაგალითებით. ერთი ყოველი წლის მერე რა ხდება? გეტყვით, ეს არის პირველ წელს, ანუ პირველი მოდული, რასაც მოიცავს ბავშვები სწავლობენ მიმატებას და გამოკლებას, აბაკუსის და მენტალური უნარის გამოყენებით. შეიძლება ახლა ცოტა ძალიან იოლა ჟღერდესო ერთი წელი მიმატება გამოკლებას, უბრალოდ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მათემატიკური დისციპლინა. შესაბამისად, უბრალოდ მიმატების და გამოკლებას აქვს სპეციალური ფორმულა იუსიმასის მეთოდში და ამ ფორმულის გამოყენებით ბავშვი უმატებს ძალიან სწრაფად სულ რაღაც წამებში შეიძლება არც კი რამდენიმე სამნიშნა ოთხნიშნა რიცხვს ერთმანეთს. ოღონდ ეს აქ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს არის გონების ვარჯიშზე საუბარი და მუდმივად აი ამ პერიოდში არ არის ესეთი ადვილი. აი ამის მენტალური გამოთვლები, აი ერთი თვეი არა, ორი თვეი არა, ბავშვმა ამას სჭირდება დრო. და ეს დრო არის ზუსტად ის მომენტი ამ დროის განმავლობაში ვარჯიში, რასაც უწყობს ხელს ზუსტად ეს დისციპლინის გამომუშავება და ნებისყოფის გამომუშავება, რაც მთავარია. ერთი წლის შემდეგ, ანუ პირველი მოდულის დასრულების შემდეგ უკვე გადადიან გამოკლებაზე და გამრავლებაზე და შემდეგ მიმატება გამოკლება. დიახ, მიმატებით, შემდეგ არის გამოკლება, შემდეგ არის გამრავლება, გაყოფა და ბოლო არის კვადრატული ფესვის ამოყვანა. დიახ, ბოლო მოდული არის. დიახ, კუბური და ისე. კვადრატული ფესვის ამოყვანა. კიდევ ერთხელ, ჩვენ არა ვართ მათემატიკური დისციპლინა. არა, მაინც ვაზუსტებ უბრალოდ, იმიტომ რომ და მუდმივი ვარჯიში ეს თან იცით რა არის როგორც თქვენ გაკვეთილების პროცესი არის ძალიან მრავალფეროვანი. მრავალფეროვანი იმ კუთხით, რომ სხვადასხვა აქტივობები არის ჩართული, იგივე კინესთეტიკური აქტივობები. მაგალითი რა თქვათ, მუსიკაც ახსენეთ და საინტერესოა. დიახ, მუსიკა, სპეციალური სავარჯიშოები, ორი თითით მუსიკის თანხლებით სპეციალურად მოცემულია სქემა ფურცელზე, მას უნდა ორივე თითით თანაბრად გაყვეს და გაიაროს ის სტრესის მოხსნის სავარჯიშო ერთ-ერთი ასევე ხო და ერთდროულად ავითარებს მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროს, დიახ. ასე რომ და ეს მუსიკა ამ დროს არის ჩართული უბრალოდ ფონშია მუსიკა ეს არა ფონში ზოგადად სრიალნი გაკვეთილი გაკვეთილის მიმდინარეობისას მუსიკა არ აქვს, თუმცა გარკვეული სავარჯიშოები მოიცავს მუსიკას, ასევე ფერების თამაშს, ესე ვთქვათ, გამოთვლებს ლოგიკური აზროვნების განმავითარებელ სავარჯიშოებს და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა, თქვენთან არ ვიცი რამდენად მუშაობენ ფსიქოლოგები, მაგრამ ახლა თქვენ რა ბრძანეთ, არის აი მაგალითად ADHD რო ჭირს ადამიანს, როცა ყურადღების დეფიციტია გამოხატული, მას ავარჯიშებენ, შუქნიშნის სავარჯიშოები არის, თქვათ რა მოქმედება გააკეთოს მწვანეზე, ყვითელზე, წითელზე და ამის დამახსოვრებას ხელს რომ ზუსტად ყურადღების განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ანუ ეს არის გარკვეულწილად პრევენცია, სიტყვა თქვენთან და თან რაღაცნაირად ესეთი ბავშვიც, ანუ ADHD, ანუ ყურადღების დეფიციტი ვისაც აქვს და ჰიპერაქტიული ვინც არის, მასაც აქვს ესე იგი თქვენთან მოსვლის შესაძლებლობა და გარდა ამისა შედეგები. აი ეგეთი ბავშვები ხომ არ გამოგიყვიათ შემთხვევით. ახლა მესმის რომ ეს თქვენი პირდაპირ ის არ არის ფუნქცია და დანიშნულება, ზოგად განმავითარებელია თქვენი კურსი როგორც ჩანს. სწორად აღნიშნეთ, ეს არის ზოგადად განმავითარებელი. ჩვენ რა თქმა უნდა არიან ბავშვები, რომლებსაც ეს სინდრომი ახასიათებს. გამრავლდა მათი პროცენტი. დიახ, და ზუსტად ამის პრევენციისთვის არის მნიშვნელოვანი ეს პროგრამა, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გაჩნია ხარისხსაც, რადგანაც ესეთი ზოგს გონია, რადგანაც ეს მის მენტალური არითმეტიკა რაღაც გარკვეულწილად აუტისტური სპექტრის
არის ბავშვებისთვისაც არის ეს პროგრამა სამწუხაროდ არა აუტისტი ისედაც თulis ძალიან კარგად მას არ ჭირდება რაიმე რა უნარია განვითარებული ძალიან საინტერესო მე ძალიან დავინტერესდი მაპატეთ რომ შეგაწყვეტინეთ აი ხა თან თქვენ რაღაც ზონებია ახსენეთ თავის ტვინის და მათი გარკვეული ტიპის აუტიზმში არის ძალიან დიდი სპექტრი და არის სწორედ ესეთი ტიპის მდგომარეობა რომ მისი მთლიანად ყველაფრის გამოთვლებზე შეკრებაზე გაყოფაზე გამრავლებაზე არის ორიენტირებული მათ შორის თითებსაც ხმარობენ ახლა გამახსენდა და ბევრი ბავშვი ხმარობს თითებს ისედაც რომ შეკრიბოს ორს მიმატოთ ორიც თუნდაც მარტო დათვლა არა აი რაღაც ну არის კავშირში მიკრომოტორიკა და კოგნიცია ერთმანეთთან დიახ და რა თქმა უნდა ხა თქვენთან გამოდიფერენცირება მათი და თქოთ რაღაც კლასტერებად დაყოფა თქვენ ეგ არ გევალებათ ხო? ცხადია არა გვაქვს თანით რა არის ეს პროგრამა შესაბამისად მასწავლებლებიც ინსტრუქტორებიც უნდა იყვნენ შესაბამისად გადამზადებულები როდესაც ასეთ ბავშვებთან უწევთ ურთიერთობა მსუბუქ ფორმებში არის დადიან და შედეგი ნამდვილად არის აი მე რაც მოვბედი როდესაც დავიწყე მუსიმასთან თანამშრომლობა ჩემთვის იმართლე გითხრათ ძალიან შევწუხდი დამაფიქრა რომ აი ამ ასეთი პატარა ასაკში ასე ხშირი თუ იყო ეს ყურადღების დეფიციტი და ამ დონით რაც ძალიან სწორად აღნიშნეთ ეს არის აი ელექტრონული მოწყობილობებზე ჭარბი დამოკიდებულებების ბრალი მიუხედავად ძალიან მცირე ასაკისა და ეს ძალიან შემაშფოთებელია და დამაფიქრებელია, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ ჩვენს ახალ თაობაზეა დამოკიდებული ხომ ასეა და მათი უნარები, შესაძლებლობები, გონებრივი განვითარება უმნიშვნელოვანესია. და ის პროგრესი, რაც შევნიშნე ამ პროგრამის რამდენიმე თვის მერე თუნდაც ნამდვილად სახეზეა ეს პროგრესი, ზუსტად ეს არის ის, რასაც ამ პროგრამას ეგრეთ წოდებულ game changer-ად აქცევს, იმიტომ რომ დადასტურებული, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნამდვილად ხელს უწყობს აი ამ პრობლემების, ასე ვთქვათ, პრევენციასაც და შემსუბუქებასაც. ძალიან საინტერესო ის არის მართლაც ჩანაცვლება რომ მოხდეს ამით ალბათ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მათი ეს უნარი გამოყენებული იქნას ადამიანს ზოგჯერ გონია რომ რაღაცა მეტი აქვს რაღაცა ნაკლები აქვს და თქვით ისაც მეტი აქვს შეიძლება რომ კარგად გამოიყენო და ის რაც ნაკლები აქვს ის განავითარო ახლა ბუნებრივია იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ჩვენს უნარებს და ჩვენს რაღაცა მოცემულობებს ვერ ვიყენებთ. აი თქვენ ბრძანეთ ასევე რომ გადამზადებული ყავთ სტაფი, ხო? ეს პედაგოგები, რა ტიპის პედაგოგები ყავთ? ვინ არიან ესენი? ვთქვათ, რა განათლება არის წინასწარი პირობა, ან იღებთ თუ არა, სად ხდება და როგორ ხდება ეს? დიახ, რაიმე განსაკუთრებული მიმართულების განათლებას ეს არა გვაქვს, უბრალოდ ადამიანს პირველ რიგში აუცილებლად უნდა უყვარდეს ბავშვები, მათთან ურთიერთობა ანიჭებდეს სიამოვნებას. ძალიან კარგი იქნება თუ ზუსტი მეცნიერებების მიმართ ინტერესი ექნებათ და პედაგოგიკაც საინტერესებთ. რაც შეიძლება ტრენინგებს უშუალოდ ეს, რადგანაც ჩვენი პროგრამა არის საერთაშორისო პროგრამის ნაწილი, გადამზადებაც ხდება ზუსტად დადგენილი საერთაშორისო სტანდარტით. ტრენინგს აბსოლუტურად უზრუნველყოფს ჩვენი კომპანია. გარკვეული თეორიული ნაწილის შემდეგ გადიან პრაქტიკულ ნაწილსაც და მხოლოდ ამის შემდეგ აიძლევათ საშუალება კლასებში ჩართვის და ბავშვებთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობის ჩვენი პროგრამის ფარგლებში. ასე რომ ენთუზიაზმი, ბავშვების სიყვარული, პედაგოგიკისადმი ინტერესი არის ის თვისებები, რა ნიშნითაც ვარჩევთ ჩვენს თანამშრომლებს. ანუ თუ სწორად გავიგე, ჯერ მათ უნდა განივითარონ ეს უნარჩვევა, ხო? იმიტომ რომ ვთქვათ, რამდენად თქვენ 4 და 14 ახსენეთ და თუ მოვიდა 25 წლის ადამიანი, რამდენად იმიტომ აი 24-25 წლისთვის პრაქტიკულად დამთავრებულია ის, რაზედაც ახლა თქვენ საუბრობთ, იმიტომ რომ კი რა თქმა უნდა ინფორმაცია მატულობს, ადამიანი შეიძლება ჩაღრმავდეს, შეიძლება რაღაცა ბევრი ცვლილება განიცადოს, მაგრამ აი ფუნდამენტურად უკვე 24 წლისთვის თავდება
ჰემისფეროების ჩამოყალიბება, ზღვის საზრდელები გადახურე, ორივე ნახევარსფერო ბოლომდე განვითარებულია, რამდენიც უნდა განვითარებულიყო და მე თითქოს პლატოზე გადის. აი, თქვათ ეს ადამიანებისთვის რაიმე განსაკუთრებული პროგრამა არის, მათ ალბათ ვინც ასწავლის ამ როგორ ახერხებენ იმას, რომ თქვათ ეს ყველაფერი მათაც ისწავლონ. მთავარია რომ მათ ისწავლონ როგორ ასწავლონ ფორმულები ბავშვებს. აი ეს ფორმულები არის ის საშუალებითაც მერე ითვლიან ბავშვები. ფორმულა უნდა იცოდეს მასწავლებელმა როგორ ასწავლონ. ფორმულა გულისხმობს მაგალითად ესე ვეძახით პატარა მეგობრები. ფორმულა 4 1 3, 2 და ასე შემდეგ. ეხლა ცოტა რთული იქნება, რადგან ეს ტრენინგი, სწორედ ეს არის უნიკალურობა ჩვენი პროგრამის, რომ არ არის სტანდარტული არითმეტიკა, სტანდარტული მათემატიკა, როგორ უნდა მიუმატონ და გამოვაკლონ. ეხლა მე წამოღებული მაქვს ჩვენი პატარა აბაკუსი, უბრალოდ სტუდიაში არ შემოვიტანე რატომღაც, როგორ მიუმატონ და გამოვაკლონ აი ეს როგორ ვთქვათ, ღილები თუ ქვები საანგარიშოზე ერთმანეთს, როგორ დაიმახსოვრონ ის აბაკუსი უნდა წარმოიდგინონ ბავშვებმა და როგორ შემდეგ აი ამ წარმოდგენით მიუმატონ და გამოვაკლონ, გააკეთონ არითმეტიკული ანგარიში. აი ეს არის, ანუ უნდა მეთოდი ასწავლონ ბავშვებს მასწავლებლებმა, ან თვითონ უნდა გაიარონ ის ფორმულები იცოდნენ, შემდეგ რომ გაუზიარონ ბავშვებს. თორე ბავშვების შემთხვევაში უკვე ბავშვები ვარჯიშს იწყებენ და მუდმივად მიდის ტვინის ვარჯიში. ეს არის მეთოდი, ოღონდ ეს არის აი უნიკალური მეთოდის გამოყენება, მოკლედ ჩვენი ძირითადი, ასე ვთქვათ, უპირატესობა. თორე მასწავლებლებს რაც ხადია, მასწავლებლებს არ შეუძლია ზუსტად 4 წლის კურს დამთავრებულისზე უკეთ იანგარიშოს, თუ კი თვითონაც არ ვარჯიშობს, მაგრამ ცხადია ჩვენი მასწავლებლებიც გამუდმებით ვარჯიშობენ, ამის გარეშე წარმოუდგენელია, მუდმივად ვარჯიშობენ. თუმცა ეს უპირატესობა სიმართლე გითხრათ აქვთ სწორედ ჩვენს მოსწავლეებს, რომ მათი გონება შემდეგ უფრო ესე სწრაფად და სხარტად იწყებს აზროვნებას. და საინტერესო რა არის, ნანა, იცით, აი თქვათ ყავს ადამიანს რამოდენიმე შვილი და ერთ და იგივე მეტნაკლებად მსგავსი უნარჩვევებით, ან უნარებით და ერთ-ერთი დადის მენტალურ არითმეტიკაზე. ძალიან სწრაფად რო შეკრიბავს და გამოაკლებს ეს უკვე გავიგეთ, მაგრამ აი თქვათ მათემატიკას არ ვასწავლეთ თქვენ რამოდენიმეჯერ შენიშნეთ და არ არის მიზანი, ხო, თვითმიზანი, რომ ხა მათემატიკოსი გამოვიდეს ან ფიზიკოსი. მაგრამ თუ უმჯობესდება მისი აკადემიური მოსწრება ამით, იმიტომ რომ ხა ეს ერთია, რომ თქვათ ყურადღება რაღაცა და რის ხარჯზე, თვის დისციპლინის ხარჯზე, იმითი რომ თვით ეკოლოგიური ხდება, თუ ხო მათ შეკრება გამოკლებაზე ელაპარაკი. მათ შორის ზოგადად, როდესაც ვითარდება გონებრივი შესაძლებლობა, როდესაც უფრო მარტივად ითვისებს ბავშვი ამა თუ იმ საგანს, უფრო ყურადღებით ეკიდება სწავლის პროცესს, ვითარდება თვის დისციპლინა, კონცენტრირების უნარი, ეს ხადია შემდეგ გავლენას ახდენს სხვა საგნების იოლად ათვისებაში. უყალიბდება, უძლიერდება კრიტიკული აზროვნების უნარიც, ასევე მათ შორის ეს რა თქმა უნდა პირდაპირ არის კავშირში, რომ სხვა დისციპლინების ისევე იოლად აითვისოს. ეს არის ის მეთოდი, რითაც გამოირჩევა ის იმასი. კარგი და ალბათ ბოლოსკენ მივდივართ და მე მაინტერესებს თქვენ ბრძანეთ, რომ რაღაც საერთაშორისო კონკურსები არსებობს. რა ტიპის კონკურსებია, რა ქვეყნებში ტარდება და რა შედეგები გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ მაგალითად იგივე კომაროვის დამთავრებულებს მესმის რომ სხვა თემაა, ეს უკვე გავიგე და მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. თქვათ არის ძალიან ბევრი საკმაოდ წარმატებული მოსწავლე, აი ახლახანს იყო კიდე რაღაც მედლებით ჩამოვიდნენ ბავშვები, ასევე MIT ცნობილი მასაჩუსეტის საინჟინრო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში თუ არის ვინმე ქართველი არის კომაროვ დამთავრებული და ნუ ეს ცალკე თემაა და მე მგონი ამ სკოლას თავისი ნიშა უჭირავს ძალიან ღირსეულად, მაგრამ აი ვთქვათ თქვენთან რა ტიპის კონკურსებია
და სად ხდება და რა არიან თუ არა ჩვენები, ქართველები გამარჯვებულები ამ შემთხვევაში? სიამოვნებით აგიხსნით, ჩვენ მე ვთქვი, ბავშვი ვახსენე, რომ ჩვენი ბავშვებს არ ვაჯიბრებთ ერთმანეთს თქო, მხოლოდ საკუთარ თავის დიახ, მხოლოდ საკუთარ თავს ეჯიბრება, ესე ვთქვა და ყოველ ჯერზე უნდა ეცადოს, რომ თავის საუკეთესო ვერსია იყოს, უკეთესი ვერსია იყოს, მაგრამ კონკურსების გარეშე, აი ამ კონკურენციის გარეშე დღევანდელი სამყარო წარმოუდგენელია. ამიტომ ამისთვისაც ასე ვთქვათ, ზრუნავს სიუსიმასი და პირველი დონე, ანუ ეს კონკურსი, რაზეც ბავშვებს უხდებათ, რაშიც მონაწილეობის მიღება უხდებათ, არის სიუსიმასის დონის საერთაშორისო აღიარებული გამოცდა, დამადასტურებელი საერთაშორისო დონის დამადასტურებელი გამოცდა, რაშიც იღებენ მონაწილეობას. წელიწადში ერთხელ ტარდება ეს კონკურსი, რაც არის მთლიანად მთელ მსოფლიოში ტარდება. საკმარისია ბავშვს ჰქონდეს გავლილი მინიმუმ 1 დონე 4 თვე დასრულებული, რომ უკვე აქვს შესაძლებლობა ამისეთ გამოცდაში მიიღოს მონაწილეობა და გამოცდის ტესტის ჩაბარების შემდეგ იღებს საერთაშორისო სერტიფიკატს. ყველა ჩვენი სერტიფიკატი აღიარებულია თუნდაც იმ უნივერსიტეტების მიერ, რომლებიც ჩვენ ჩამოვთვალეთ. ასევე ვატარებთ ეროვნულ ჩემპიონატს, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება და წელს ჩვენ ძალიან წარმატებული ჩემპიონატი გქონდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენ როგორც ვართ თბილისში წარმოდგენილი, ასევე რეგიონებშიც, ძველად ძირითადად დიდ ქალაქში ვართ ბათუმში, ქუთაისში, თელავში, რუსთავში არის ჩვენი ფილიალები. ამ ეტაპზე ვგეგმავთ ფოთსა და ზუგდიდში ფილიალის გახსნას, თუმცა რა თქმა უნდა არ შემოვიფარგლებით და უფრო მეტ რეგიონში გვინდა ვიყოთ წარმოდგენილი, რადგან საქართველოში მეტ მოსწავლეს მიეცეს ამ პროგრამის ხელმისაწვდომობა, რაც მათი წარმატების ძალიან ხელშემწყობი პირობა იქნება. და რომ მიუბრუნდე კონკურსებს, რეგიონებიდან ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს ეროვნულ ჩემპიონატზე ბავშვებმა, რაც ძალიან საამაყოა ჩვენთვის და სასიხარულოა. და ასევე მონაწილეობა წელს მივიღეთ პირველად საერთაშორისო ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართა ინდოეთში. აი, ეგ უნდა მეკითხა, ძალიან აღმოსავლურია თქვენი ახლა რაზეც საუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა აი ეს მიდგომაც თუნდაც ჰოლისტური მთლიანობითი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი კონკრეტიკა არის რომ ჩაშალო, მაგრამ აი ზოგად პიროვნულ, ზოგად რაღაცა უნარებზეა გათვლილი და ამიტომ ძირითადად მაკეთ წარმოიშვა, როგორც თქვენ მალაიზიაში დაფუძნდა დიახ მალაიზიელი პროფესორის მიერ, დინო ვონგის მიერ. და შემდეგ გავრცელდა მთელ მსოფლიოში 5-ვე კონტინენტზეა 95-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. სხვათა შორის დღეს ინდოეთი ერთ-ერთი ჰეგემონია აი ამ განვითარების მხრივ, სწორედ IT ტექნოლოგიები იქნება თუ ბევრი სხვა არ ვიცი ხა რამდენად პირდაპირ კავშირშია, მაგრამ რა მოხდა ინდოეთში ამ კონკურსზე წელს? ამ კონკურსზე ძალიან გვასახელეს ჩვენმა ბავშვებმა, გამარჯვებულები, ჩემპიონები ყავს. მათ შორის რეგიონებიდან, რეგიონი ბათუმელი ბიჭუნა იყო, წასული ერთ-ერთი, რამდენიმე ბავშვი იყო ჩვენგან და საკმაოდ წარმატებულად იასპარეზეს, რაც განსაკუთრებით საამაყოა ჩვენთვის. როგორც ჩემპიონები, ასევე გრანდ ჩემპიონიც ყავს სიმასის გამარჯვებული. ძალიან წარმატებული არის ეს პროგრამა, სულ რაღაც 6 წელია საქართველოშია, საქართველოში დიახ 2018 წლიდან ვართ. მაგრამ აი ამ მოკლე თუ დიდი პერიოდის მანძილზე საკმაოდ წარმატებით სარგებლობენ ჩვენი ბავშვები, განსაკუთრებით საამაყო იყო წელს საერთაშორისო კონკურსი აღებული პრიზები და ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ძალიან დიდი სიამაყით და სიხარულით, რომ 2025 წლის ბოლოს დეკემბერში უკვე საქართველო მასპინძლობს საერთაშორისო ჩემპიონატს, სადაც 50 ქვეყნის წარმომადგენლები გვეწვევიან, ესტუმრებიან ჩვენს ქვეყანას და ისინიც აქ მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას, რაც დამეთანხმებით მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი
ასე ვთქვათ, განათლების მიმართულებით, როგორც პრიორიტეტი, ქვეყნის პრიორიტეტი, გვექნება საშუალება ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურა გავაცნოთ კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოს და დარწმუნებული ვარ, რომ ცხადია ისევ წარმატებით ჩაივლის ეს კონკურსი. ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა თითოეულ მოდალობაზე, მაგრამ ახლა მესმის რომ ეს ალბათ სხვა საუბრის თემაა და მე იმედი მაქვს, რომ აი კონკურსი რო ჩატარდება, იმის მერეც რაღაცა ჩვენთან ითანამშრომლებთ და სიამოვნებით. მოგვიყვებით, როგორ ჩაიარა ამ ყველაფერმა, თუმცა ძალიან საინტერესოა, რასაც თქვენი საუბრეთ, იმდენად საინტერესოა, რომ მე ალბათ ამას კიდე უფრო მეტად გავეცნობი, რაღაც შეხება მქონია მე თქვენს ხელმძღვანელობასთან და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა რაც ახალია, ყოველთვის იწვევს კითხვებს, რომ რა არის ეს, რა შეასაქმე და ალბათ მნიშვნელოვანია ეს გახანგრძლივებული long term კვლევებს რო ეძახიან. და ნუ ამის საშუალებაც იქნება. მე წარმატებებს გისურვებთ ამ თქვენ საქმეში, რომელიც რა ვიცი, ძალიან მომხიბვლელია და მართლაც იმ უნარებისაც არის კონცენტრაცია და ყურადღების განვითარება არავის არ გვაწყენდა, იმიტომ რომ სწორედ აქ არის ხშირად ჩვენი პრობლემა, აი ბავშვი რო ვერ სწავლობს სკოლაში, გონიათ რომ რაღაცა უნიჭო ან მეხსიერების პრობლემა, არა, უბრალოდ მას არა კონცენტრაციის უნარი არ აქვს და ვერ ახერხებს ყურადღება მიაპყროს ერთ რამეს და ამას თუ ისწავლის, რამდენად გაუმჯობესდება ხა თეორიულადაც და პრაქტიკულადაც მისი შედეგები, ნუ ალბათ ადვილი წარმოსადგენია. ძალიან დიდი მადლობა ნანა. კიდევ ვიმეორებ, ჩემთვის სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. ასევე ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის. იმედია რომ კიდე შევხვდებით. მადლობა. იმედი მაქვს მოგწონებისთვის და მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო მენტალური არითმეტიკის პროგრამა UCMAS საქართველოს წარმომადგენელი ქალბატონი ნანა მაღრაძე. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.